ირაკლი დგებუაძემ დღეს კახაწერეთლის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ახლაც არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. დღეს კახაწერეთელმა ირაკლი დგებუაძეს კითხა, ეს არის თუ არა იმის მიზეზი, რომ ახლა მზია ამაღლობელი დარჩეს პატიმრობაში. ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ საპროტესტო აქციები გრძელდება, სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მზია ამაღლობელი ახლა სხვა პოლიციელთან მივიდეს და ფიზიკურად გაუსწორდეს. დღეს ირაკლი დგებუაძემ ძალიან ბევრი ისაუბრა აწითლებულ ლოყასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ მან ფიზიკური ტკივილი ნამდვილად განიცადა და ეს არ უნდა ყოფილიყო საზოგადოებაში კომიკური და სიცილის მომგვრელი. ის გარემოება, რომ ზიამაღლობელი ამბობს, რომ არაფერი არ დამიშავებია და კანონი არ დამირგვევია. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს და არა ის, რომ ირაკლი დგებუაძე პრინციპულად ვიღაცას ბოდიშის მოხდას თხოვს. ეს არის აბსურდი. თუ ხალბატონი მზია მისცემს სასამართლოს იმის საშუალებას, რომ სამართლებრივად მოხდეს ის მიმართ გამოყენებული იქნეს ჰუმანური აქტი, საპროცესო შეთანხმება ან სხვა რაღაცის სასამართლოს გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია იქნება დაბეჭდი. საფრთხე იმისა, რომ მან გვაქვს დანაშაული, შეიძლება დგებუაძის მიმართ არა, მაგრამ 400 თანამშრომელი ყავს მერდია და აჭარაში მუშაობს დაახლოებით 1300. პოლიცია სამართლებრივი საბჭოები მე გადავდები შეკითხვაში ან თქვენი ვარაუდობთ რომ შესაძლებელია ზიას თავისუფლება ყოფნის პირობებში საფრთხე დაგემუქროს არა იმენა არამედ ნებისმიერ პოლიციის სხვა თანამშრომელს შეიძლება თავდაპირველად ზია გაეცას საფრთხის აქციების დროს და ამის საფრთხეს არ მოხდეს აუცილებელია რომ ის იყო პატიმრობაში. ზიამაღლობელი გაეაზრებინა მისი ქმედება, რომ იყო ცალსახა თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციების და ერთხელ მაინც ეთქვა, ეს არის ფაქტი და არაკანონიერი ფაქტი. ცალსახად გეტყობით, რომ საფრთხეს ვეღარ ხედავ მის ბოდიში რომ მოეყარა შოუს ნაწილი გახდა დგებუაძის წითელი ლოგო. თქვენ მოგეხსენებათ ძალიან დიდი გამოცდილების გზამები, გაუძლებელი პროცესი ეტავდა და აღწევს ჩვენებაში რაც ის მისწრებს. მათ შორის თავს მიკითხებსაც დაზიანება რასაკის იყო. კამიერი ტივი მოგატენათ, მაგრამ გაწესებული ლოყა თონდა 15-20 განმავლობაში. დაახლოებით. ორი ეხლა ციფრი რა თქვენ? ეხლა ციფრება. ხო, დაკეთებია. მაშინ იანვარი იყო სხვადასხვა ემოციებით. იანვარში არ ცხელობდა, ყოველთვის. დგებუაძის დაკითხვის პარალელურად პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებით არის სავსე შეიძლება ითქვას, როგორც სასამართლოს შიდა ასევე გარე პერიმეტრი სავარაუდოდ იცავენ ირაკლი დგებუაძეს აქციის მონაწილეებისგან, თუმცა უნდა ითქვას, რომ აქცია ძალიან მშვიდ პირობებში მიმდინარეობს, უკვე თითქმის 5 საათის განმავლობაში აქციის მონაწილეები სასამართლოსთან მისული არიან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად. უკაცრავად აქ რატო ხართ ამდენი მობილიზებული? პოლიციაში დარჩავინ მე? ქალი, კაცი, ყველა. რატო ხართ აქ? აქ რატო ხართ? რატო ხართ აქ? საზოგადოების წესი. და ვინ არღვევს? და ვინ არღვევს? არავინ არ ვარ. აბა რა პოლიციის ფორმა რატო არ გაცვიათ? არ არის, რატო ვინ ხართ რომ ვიცოდე? ვინ ხართ პოლიციელთან ერთად გახარდავით და თქვენ ვიბრძანდებით თქო გეკითხებით პოლიციის თანამშრომელი ხარ რატო არ არის საჭირო ეცვას ფორმა გეკითხებით ჩვენ უნდა ეცვას თუ არა ჩვენს სრულჩვენებას რო ვძღოთ იმას ხვიდავთ სასამართლო პროცესებზე ბატონო კოჩა გატო ხართ აქ ამდენი პოლიციელი ფორმების გარეშეც რას აკეთებს შიგნით რისგან ისვენებთ აქ სასამართლო შენობაში ისვენებთ პოლიციაში საქმე არ გაქვთ თქვენ არ გაქვთ საქმე პოლიციაში? მოწმის სახით ვარ დაბარებული. დღეს? ყველა? 100 პოლიციელი დღეს ყველა თქვენ ყველანი დაბარებულები ხართ? ვისი პროცესია?
ბათუმის სასამართლოში პროცესი თითქმის 5 საათია მიმდინარეობს და ამ 5 საათის განმავლობაში იკითხება ამ საქმის მთავარი მოწმე ირაკლი დგებუაძე და ამ დაკითხვის პარალელურად კი სასამართლოს ეზოში დგანან აქციის მონაწილეები, რომლებიც ითხოვან მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.